ეს არის 9/1 ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შოკის მომგვრალი ზარი, რომელმაც ადგილზე მისული პოლიციელები საგონებელში ჩააგდო. 2023 წლის 1 მაისს ღამით ლას-ვეგასის ცაზე მწვანე კაშკაშა ობიექტმა გადაიფრინა. რამდენიმე წუთში 9/1 ზარი შევიდა. 16 წლის ბიჭი ხმის კანკალით ამბობდა. ჩემს ეზოში ორი არსებაა, 3 მეტრამდე სიმაღლის, დიდი შავი თვალები. 100%-ით ვამბობ, ისინი ადამიანები არ არიან. I swear to God, this is not a joke. This is actually we're terrified. But they look like aliens to us. ადგილზე მისულ პოლიციას შეშინებული პანიკაში მყოფი ოჯახის წევრები დახვდნენ. ოჯახის წევრებთან საუბრისას ერთ-ერთმა პოლიციელმა აღიარა, რომ მისმა მეწყვილემაც დაინახა მწვანე კაშკაშა ობიექტი ცაზე და რომ ეს ძალიან უცნაურია. უფრო უცნაური კი ისაა, რომ როცა ოჯახის წევრები 9/1 რეკავდნენ, ეს არსებები უბრალოდ ჰაერში გაქრნენ. სამართალდამცავებმა ეზო დაათვალიერეს, თუმცა ვერანაირ კვალს ვერ მიაღწიეს. მეორე დილით ოჯახმა ხელახლა დაათვალიერა ეზო და შეამჩნიეს, რომ ზუსტად იმ ადგილას, სადაც არსებები ნახეს, გოლისებრი ჩაზნექილი ნაკვალევი იყო. მათთან რამდენიმე დღეში სამხედროები მოვიდნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაშალეს. საბოლოოდ მთავრობამ თქვა, რომ ეს უბრალოდ მეტეორი იყო, თუმცა ოჯახის წევრებს იმდენად შეეშინდათ, რომ სახლი იმავე კვირას დატოვეს. საქმე დახურეს, თუმცა დღემდე გაურკვეველია, რა დაინახა ოჯახმა იმ ღამით. თქვენ რას ფიქრობთ?